მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. აბა, იმედია ყველა კარგად ხართ, აქედან მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და აი ახლა ავიღე დასტა. ნახეთ, პირველი არის The Well of the Year Tarot card და მეორე არის The Witch's Garden Tarot card და ანუ რატო დავდე ხა ორ პარტნიორზე კი არ იქნება. ანუ იქნება ეს არის ძველი, აი ეს დასტა იქნება ძველი ყოფილი და ეს არის მომავალი, ანუ ახალი. აი ესე ჩაიფიქრეთ, გადავხედოთ ძველს, ვნახოთ მაინც როგორ არის, ვიცით გაინტერესებთ ბევრს და მომავალში ვინ შემოაბიჯებს. იქნება ამით The Witch, ანუ ხო? Secret Witch Crafts Tarot-ით. ნუ მომავალი გადავდოთ. ნახეთ რა ლამაზი დასტაა. მეტყველი და ავიღოთ არანაკლებ ლამაზია ეს, მაგრამ მაინც ხო? შემოდგომის ყვავილივით. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და არის შემოსული ჩემს ვიდეოს საყურებლად. ჩაიფიქრეთ ჯერ თქვენი ყოფილი და ვნახოთ რა ენერგიებშია ის. თქვენი ყოფილი. რა ენერგიებშია? სიგნიფიკატორი. მე არ ვიცი ხა უმრავლესობას როგორ რეზონირდება თქვენზე. ხო საჯაროა და ყველაზე არ არის ხოლმე საჯარო. ყოველთვის ამ სისტემას უნდა კონკრეტაცია, ანუ აი დაკონკრეტება, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ხა როცა ზოგადია ინფორმაცია ნახეთ, განახლება მოდის. ამბავი, მისი მოქმედება, ანუ და გზა. ეხა ეს შემიძლია მე პირადად წავიკითხო, რომ თითქოს ცდილობს, რომ ისევე თუმცა დაკარგული იყო რაღაც პერიოდი არ ჩანდა, მიუწვდომელი იყავით თქვენ მისთვის ან რაღაც ამდაგვარი, ან თავისი ოცნება ქონდა, რომელსაც ესე იგი მიყვება ნაბიჯ და ამ თავისი ოცნების შესასრულებლად და განსახორციელებლად რატომღაც თქვენ დაგივიწყათ ან და თქვენთვის დრო არ ქონდა და გამოდის აქტიურობა და გამოჩენა. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თავი შეგახსენოთ ამ ადამიანმა და ელოდეთ. ნახოთ ეხლა რა მდგომარეობაშია თქვენი ყოფილი, ვინც გაინტერესებთ, ვინც ეხა შემოსული ხართ, არა აქვს მნიშვნელობა დროს. როცა კი ნახავთ ამ ვიდეოს, რა მდგომარეობაშია თქვენი ყოფილი. აუ ნუ ეხლა ალბათ წვიმს და ესეთი ამინდებია საქართველოში, ღრუბლიანი წვიმა გაზაფხულისთვის, ხო? მაგრამ მთლიანობაში მარტო წვიმა არ არის აქ. ნახეთ, აქ არის სიტუაცია ისეთი, რომ დარდობს. მყავს ოჯახშია, მაგრამ ნახეთ რაღაცა საქმიანობს, რაღაცას აკეთებს, სამსახურშია, ან მუშაობს და განულებულ მდგომარეობაშია. შეიძლება ფინანსური კრიზისიც აქვს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თვითონ მის ოჯახში მას აი გრძნობების დონე, ხო? რო გითხრათ ეხა, აქ ფინანსებზე არ არის საუბარი. ჩვენ გვაინტერესებს მისი მთლიანობაში მისი მდგომარეობა, ნახეთ. სულიერი დეგრადაცია, ანუ გამოცლილი ემოციები, ანუ არის იქ, სადაც არის, ყველას სხვადასხვანაირი სიტუაცია ზოგს ყავს, თქვათ მეუღლე ოჯახი ზოგ შეიძლება არ ყავს და პარტნიორი ყავს ზოგი, საერთოდ შეიძლება არავინ ყავს, მაგრამ რა სიტუაციაშიც არის, ხო? ოჯახი ახლა ყველას ყავს, არა? გამოცლილია. ჩარგულია სულ სამუშაო საქმე, მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებს, ანუ აქ ავანტყოფობის კარტით შეინიშნება, შეიძლება გაცეებულიც არის, შეიძლება ნაბახუსევიც არის, ნუ ბევრი რამე შეიძლება ვთქვათ, საჯარო გაშლა და აბა თუ აპირებს მაინც სიგნიფიკატორმა გითხრა და თქვენთან გამოჩენას.
თუ აპირებს ესეთი ცდელობა თუ აქვს, რომ გამოჩნდეს თქვენთან. იქნება რაღაც პატარა ნაბიჯები გადმოდგმული. ოღონდ არც იქით, არც აქეთ. ნახეთ როგორი სიტუაცია. აი ზომიერად შეიძლება მესიჯი მოგწეროთ. შეიძლება, თქვენ ახსოვ ხართ, ნახეთ, თქვენ იმდენად მისთვის ცეცხლოვანი ისეთი ქალი იყავით, რომ დღემდე ფიქრობს თქვენზე ვერ გივიწყებთ. ნახეთ, სამყარო ახსენებს თქვენ თავს ამ ადამიანს და მე ძალიან წუხს. ეს წარსულის ადამიანი, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ შემოგეხმიანებათ აუცილებლად და შეიძლება არ გითხრათ, მაგრამ ფიქრობს თქვენზე და მართლა წუხს და მართლა აი მარტოთ არის ეხლა განცდებშია. კარგით, დავანებოთ ახლა ამ წარსულს თავი. ეხლა ვინც ხართ და ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, მოგესალმებით შემოკარგებო და ვნახოთ თქვენი მომავალი სიტუაცია, ახლო მომავალი, ხო? ჯერ ენერგიები, როგორ ენერგიებში ხართ თქვენ და ახლო სიტუაციები, როგორი იქნება თქვენთვის. გადასარევი ენერგიები აქვს. რაღაც ახალი სასიყვარულო, ოღონდ საიდუმლო, რაღაც სასიყვარულო, ოღონდ საიდუმლო ფლირტაობა მამაკაციდან, შეძლებულიდან და მოეწონეთ თქვენ აღგიქვათ როგორც ულამაზესი მზრუნველი ქალი და აპირებს, სამყარო გზავნის თუ არ არის ჯერ, თუ არ არის, იცოდეთ რომ ჩიტი ამბავს მოგიტანთ, ეს ალბათ სოციალური ქსელებიდან ისე შეიძლება შემთხვევით რომ ვეძახით, ხო? არის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია თქვენით, ოღონდ ეს არის საიდუმლო, ამას არ ამბობს, აქვს ფული და ასე ვთქვათ, სტაბილურად არის და შეიძლება შემოგთავაზოთ კიდევაც, ხო? რომ აი ჩემთან ყველაფერი გექნება, აი რაღაც ესეთი რა. და ძალიან უნდიხართ როგორც სერიოზული ფიქრები აქვს. თუ არ არის ასეთი ადამიანი, გამოჩნდება. მაშინ ვნახოთ თქვენ რამდენად მიიღებთ მის წინადადებას, როგორც არ უნდა იყოს. აქ ახლა სერიოზული ჩანს, ჯერ გასაიდუმლოებული, სამყარო მაჩვენებს, რომ ჯერ ეს, საიდუმლოდ არის, მაგრამ თქვენ რამდენად მიიღებთ ამ ახალ ადამიანს. მიიღებთ, იმიტომ რომ სტაბილური სიტუაცია მოგიწესრიგდებათ, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, ვინც ყველანაირად აი ხარში ამოგიდგებათ და ბოლოს მოიპოვებთ იმ ოჯახურ ბედნიერებას, რასაც ელტვით, სამომავლო ჩვილები, ქმარი, ოჯახი, ურთიერთობა, ეხა რასაც ოჯახი ქვია, თქვენი ფიქრებიც ასეთია. და საბოლოო ჯამში რას გირჩევენ, იმიტომ რომ ძალიან კაი კარტებია მომავლის და ყველაფერი აგისრულდებათ, იმედია, ვინც აპირებთ და გეგმავთ ოჯახის შექმნას. დაელოდეთ, სამყარო გამოგიჩენთ ესეთ ადამიანს, სტაბილურად მყარად მდგომს და აი თქვენთვის რჩევა რა იქნება ეხლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ვინც აქ არის შემოსული. თქვენთვის რჩევა ასეთია, რომ შენ იმდენად აქტიური, იმდენად გონიერი, მობილიზებული ესეთი ქალბატონი ხარ, ვინც ეხლა მიყურებ და აბსოლუტურად კარგად უყურებ ყველაფერს. შეგიძლია როგორც კოორდინაცია სიტუაციის შეფასება, ასევე ხელში აღება, რო იტყვიან, შენ განაგო შენი ცხოვრება, დიდი ხანია უკვე ეთყობა განაგებ შენ ცხოვრებას და აქ მაჩვენებენ ზომიერების კარტს, რომ ეხლა უკვე შენ შეგიძლია შენი ენერგია ეს ყველაფერი გაინაწილო ამ ადამიანთან, რომელიც გამოგიჩნდება, იმიტომ რომ ამდენი ხანი შენ იყავი მხოლოდ შენ, ხო გესმის რას ვიწევ, ყველაფერი იყავი შენ, ქალიც, კაციც, ძალიან აქტიური, ცეცხლოვანი, ენერგიული და აქ ამოდის სტაბილური სიტუაცია. ერთადერთი რაც გჭირდება, ზომიერება, რას მაჩვენებენ, რომ რაღაცნაირად შენ თავზეც იფიქრე, ნახე? აღდგენა მოდის ენერგიების, გაახალგაზრდავება და ძალიან ემოციონალურად მიიღებ რაღაცეებს, დაუფიქრდი, დაუკვირდი, საერთოდ ზომიერება კარგია, ნახე, ყველაფერში, ურთიერთობაში, მეგობრობაში, თანამშრომელთან, თუ ვისთანაც არ გინდა ზომიერებას, თვითონ სამყაროს კანონია და
აი ამოვიდა, იმიტომ რომ ეთყობა ძალიან ცეცხლოვანი ხარ, ძალიან აქტიური ხარ და ემოციური ხარ და ცოტა შენ ემოციები დაამშვიდე, შენ ისედაც შეგიძლია ყველაფერი და მაჩვენებენ ინტუიცია გადასარევი გაქვს და ყველაფერი აი სტაბილურობა მოდის. ეს ადამიანი არ ვიცი ვინ არის, ჯერჯერობით ამოდის high price-ის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ჯერ არ არის და ეს დაფარულია, მაგრამ გამოჩნდება. შეიძლება სამყარო საჩუქარია, იმიტომ რომ შენ დაიმკვიდრებ იმას, რასაც ნატრულობდი, ოჯახს, ზაღს, აქ ეხა ძალიან ისეთი კარგი პოზიტიური დადებითი კარტებია. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და აი ყველანაირად კმაყოფილი დარჩები. მეტი რა უნდა გითხრა, აბსოლუტურად, ეს ზემოდან არის საჩუქარი, ნახე? ზემოდან სამყარო გიგზავნის იმ ყველაფრისთვის, რაც შენ გააკეთე, იღვაწე ეს მთელი წლები, ეს ასე ვთქვათ, ეს ცხოვრება, რაც გაიარე, ხო? იყო ბევრი რაღაცეები, ეტაპები, რაც შენ უკვე გაიარე და სამყარო გაჯილდოვებს ეხლა, აი ესეთი ზემოდან მოდის ეს საჩუქარი, სტაბილურობით, ოჯახური ბედნიერებით, გამყარებით თქვენი ურთიერთობის და რა თქმა უნდა ზომიერად, ზომიერებით და ისევ შენი სასიცოცხლო ენერგიების აღდგენ და აი გაახალგაზრდავდები, გალამაზდები, შენ თავს მოული, რაღაცნაირად აი ესეთი კარტები ამოდის რა. ეს ადამიანი ყველა ვარიანტში გამოჩნდება ახალი. თუ არ ჩანს, იცოდე რომ ჯერჯერობით არ ამხელს სამყარო, ნახე, დაფარულშია, მაგრამ მოდის უკვე, აუცილებლად მოხდება ეს თქვენი შეერთება. ეს არის პარტნიორული ურთიერთობაზე, ეს არის უკვე შეხმატკბილებლური, აი ესეთი, აი ყველანაირად რომ ეწყობით, აი ესეთი ადამიანი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. დაელოდე, თუ მოგეწონა დამილაიქე, დამიკომენტარე და აბა შენიც წარმატებები.